მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ, მე კი მისი სამყარო მასაბინე ჯაფარიძე გახლავართ. როგორც ხმებზე ხედავთ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თამაზელის ბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში, სადაც ათეულობით და ასეულობით ძაღლი იმყოფება. რა თქმა უნდა, მიუსაფარი და დღეს გვინდა ჩვენ გადაცემაში განახოთ თუ როგორ არიან ძაღლები აქ და როგორ რა დღეებს გადიან ისინი აქ და ეხლა ჩვენ უკვე პირადად გადავალთ ადამიანთან, რომელიც უკვე მათ ასე ვთქვათ ძაღლებს ეხმარება, უვლის და აქ მართალია ძალიან ბევრი ადამიანი ეს ბზიკი რას გადამეკიდა ძალიან ბევრი ადამიანი უვლის ძაღლებს, მაგრამ ვინც დაგვხვდა აქ თქვენი სახელი ნოდარი ძაღლების ასე ვთქვათ მომვლელი პატრონი ერთ-ერთი ბატონო ნოდარ მოგესალმებით პირველ რიგში და რომ მოგვიყვეთ ანუ რა დღეებს გადიან ძაღლები აქ არიან თუ არა ისეთი ძაღლები რომლებიც სიტყვაზე პატრონმა გამოაგდო ან ქუჩაში დატოვა ან თქვენ უფრო მეტი იცით ძაღლებზე და რომ მოგვიყვეთ ერთი-ორი სიტყვით რა ხდება აქ და რა მდგომარეობა როგორი მდგომარეობა აქ ძაღლებს დიახ, არის რამდენიმე ძაღლი, რომელმაც პატრონმა მიატოვა და დღემდე აქ არიან. რაც მოუკითხიათ, აი ესე ზიან თავისთვის ვოლიერში და ელოდებიან სანამ პატრონი მოვა და წაიყვანს უკან. რამდენიმე ძაღლი ეგეთი არის შემოდის ხოლმე მაგალითად საიზე ესე შეტყობინებები ან ბატონ თამას მოსდის თუ არა შეტყობინებები ისეთი რომ აი მანქანამ დაარტყა და აი ძალიან გქონთ რომ ყოველ დღე შემოდის ეგეთი შეტყობინებები. ან მანქანა გადაუვარა, ან ძაღლი სადღაც გდია ფეხმოტეხილი, ან რაღაცა ჭირს. ყოველ დღე მაქსიმალურად ურეკავენ და მოკავთ. აი თუ აი ხედავთ ფეხი აქვს დაზიანებული, ანუ და რისი შედეგად მოხდა ეს? ამასაც მანქანა გადაუვარა, მაგრამ გაგვიანებით მოიტანს უკვე და ოპერაცია უკვე აღარ გაკეთდება. ანუ ოპერაციის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. დარჩა ეს. ანუ როგორც ხედავთ აქ ძაღლების საჭმელს უფრო წარმომიდგენია უკვე რამდენი რამ გექნებათ ძაღლებისთვის, ასე ვთქვათ, წყალი იქნება, საჭმელი იქნება, მედიკამენტები იქნება, თუ რა იქნება, ასე ვთქვათ, წყალებში გატენილი იქნება თავშესაფარი ან ყველაფრით. როგვითხრათ, რამდენი ძაღლი ყავთ თავშესაფარში და რამდენი თანამშრომელი მუშაობს ძაღლებით? ამჟამად თავშესაფარში არის 400-ზე მეტი ძაღლი. იქიდან ალბათ 1-200 მკურნალობას გადის. და თანამშრომლები 15 კაცი ვართ. და 15 კაცი 400 ძაღლს ასე ვთქვათ, წლებით რომ გავუარეთ, ხო? ხო, ოღონდ 15 კაცი როგორ ვარ? ნახევარი პერსონალი აქ მუშაობს და ნახევარი კიდე ვაკეში არის. სვანიძეზე. ანუ ეს და ვაკის ტერიტორიაც თამაზში. ანუ გამოდის რომ ქალაქში არის ორი ობიექტი. ერთი აქ ქაიროზე სახლებში და მეორე უკვე ვაკეში. თუ წინააღმდეგი არ იქნებით რომ უკვე შეგიძლიათ გადავინაცვლოთ და დავაფიქსიროთ ძაღლების რაოდენობაც. ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ უკვე შიდა ტერიტორიაზე, თავშესაფრის შიდა ტერიტორიაზე და უკვე უშუალოდ განახებთ თუ რამდენი ძაღლია და როგორ არიან და როგორ ელიან ისინი თავიანთ პატრონებს. წავედით. აი როგორც ხედავთ უკვე რამდენი მეტია რომელი ძაღლებიც არიან, ყველა გადის მკურნალობას. ზოგს სარკომა, ზოგს ლეიშმანიოზი, ზოგი არის ტრავმირებული, ზოგი ერლიხიოზით არის დაავადებული და ყველა გადის მკურნალობას. ეს ყველა არის. აი მაგალითად არის ისეთი აი როგორ რას ნიშნავს ეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ეს უკვე ვოლიერების დანიშნულია. რომელსაც ერთი და იგივე დაავადება, ისინი ერთ ვოლიერში არიან. და ამის მიხედვით ვახერხებს. სხვა დაავადება არ შექმნეს. როგორც შენ ძაღლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა და ჩემი ოპერატორის დანახვა. ეხლა ოპერატორს ხო რომ გამარჯობათ. თქვენ აი რას წარმოადგენთ ამან თქვენ ვახოთ. მე ვარ ხო? ეს უხანიშო ჩვენი ეს სახელები ინვალიდებში. ხო, ინვალიდებში.
ტრავმირებულებს და ინვალიდებს ასევე ლეკვებს. მაღლარია. და რამდენი შემოდის დღეში რომ თქვა ტრავმირებული ლეკვები და ძაღლებიც მათ შორის? ზრდასრული ძაღლები ასე. ანუ ზოგჯერ 5 შემოდის დღეში, ზოგჯერ არც ერთი. და არის ისეთი შემთხვევები, ალბათ მონათია, რომ აი მოდიან მოყავთ ძაღლები და შემდეგ უკვე აღარ კითხულობენ, აღარც აინტერესებს მათი ბედი. თითქმის ყოველ დღე ეს ხდება. ძალიან რთულია ჩემთვის პირადად ამის მოსმენა, რომ 4 ხა მეგობარს მოიყვან და უკვე მოპატია და ფეხებზე კიდია ის გადარჩება თუ არა და აი ეს პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი პირადად, რომ მეც ყავდა ძაღლი, მაგრამ მომიკლეს და ვიცი რაც არის ეს ძაღლი 2015 წელს მომიკლეს გერმანული ნაგაზი და დედაჩემმა შემომითვალა, რომ ანუ თუ ყავთო თავშესაფარში გერმანული ნაგაზიო უფრო ბიჭია ასე ვთქვათ, რომ წამოვიყვანოთ, მაგრამ დღეს ეს არ მოხერხდება, იმიტომ რომ კიდე ერთად გულას ვარ გასასვლელები და გადაიღე რა. ეს ადაურია, რომ იცი. ყავია გაიზარდა. აქაურია ხო ჩვენი ერთ. კი, ტრავმირებული მიიღეს და გაიზარდა და წელი ცხოვრება ალბათ გაატარებს. ვინ წაიყვანს. ანუ პატრონი ასე ვთქვათ, პატრონმა მიატოვა ესე გამოს. ალბათ თული ამის მოსმენა, მაგრამ კი, ალბათ მოიყვანეს ალბათ ლეკვი რო იყო, დახმარება სჭირდებოდა და მე რიჩი. აი რა ქვია ამ ძაღლს და სადაური არის ეს არის რიჩი. რა წარმოშობით. ამას ოჯახმა უღალა და ოჯახმა ჩააბარა. დაახლოებით 2 წლის წინ, მაგრამ გაუმართლა და გერმანიაში მიდის. გერმანიაში მიდის უკვე მიფრინდა, ხო როგორც ის. 3 თვეში დავა გერმანიაში ახალ ოჯახში მივიჭი. ხარიჩკა. ეს კი პატრონს ოფიციალურად ყველაფერი გაკეთებული აქვს და წაიყვანოს. ახალ პატრონს კი სამწუხაროდ ძველმა უღალა და ოპერატორს თუ შეიძლება თუ გვაქვს ამის საშუალება რომ უფრო შეგინ შევიდეთ და უფრო ბევრი ძაღლი გავაფიქსიროთ არ მინდა გამომივიდეს ჩემი გადაცემიდან ის რომ იმის დაფიქსირება რომ ძალიან ცოტა ძაღლია და ძალიან ცოტა ძაღლი არის მიტოვებული ასე გამოდის და მედიკამენტების ურნალობის ქვეშ არის ასე ვთქვათ და მოდი უფრო შეგინ წავიდეთ და გადავიღოთ რა არის და რა ხდება და რა ამბავია ასე ვთქვათ ძაღლთა თავშესაფარში. გაიყო რაო. აი ხაბატონო ნახე თქვენ უკეთრო რამენაირად და რამდენი ძაღლია? ხელი სამყაროა. მაინც ვერ გავიგებ და უფრო ახლოს მოგიტანო მე. ეს ძაღლია ტრავმირებული ან ინვალიდი. მიტოვებული სამი თქვია ხერხემალში ხო? როგორც გაიგეთ აი ამ ძაღლს სამი თქვია მოხვედრილი ხერხემალში ხმამაღლა იმიტომ ლაპარაკობ რომ ძაღლებმა გადაფარეს ძალიან კარგი იქნება თუ გადავიდე ძაღლებს სავარაუდოდ აი აქ სავარაუდოდ უკვე ძაღლების დაბანამია ხო? გასუმთავება დაბანა და გადაიღე მცენარეებში გრილ ადგილს ეძებენ და მოკლედ მაქსიმალურად ცდილობთ გადაიღე ეს ყველა არის ინვალიდი, ანუ ორ ფეხზე, წინასწარზე გადაადგილდება. ანუ ყველა ვინც არის ასე თქვა, ყველა არის უკანასკნელი მოტანილი. ხერხემალია დაზიანებული. და თუ მოხერხდება ამ ძაღლების კუნალობა და ერთმანეთს აშკობებია. აკია თუ მოხერხდება ამ ძაღლების ასე თქვა, ისო ფანზე დაყენება. არა, არ ხერხდება, ხერხემალი ვეღარ აღდება. ხერხემალი არის დაზიანებული, ყველაზე გადაიხელი. ასე რომ არა. გასაგებად ესა ბატონმა ამაზე დაიწყო ასე ვთქვათ ახალგაზრდობაში ეს საქმიანობა
და ამ საქმეში იყო პიონერი ყველა ფილიკობდა რასაც ქვია და ახლა უკვე რომ ბატონმა თავაზი მომდერავეს მიაღწია ხო უკვე ყველა მამადიან ენა ჩაიგდო რასაც ქვია და მე ძალიან მიხარია პირადად იმიტომ კი არა რომ მამაჩარი და ბატონი თავაზის მაგაზები იყო იმიტომ რომ ბატონი თავაზი მართლაც არის რასაც ქვია მისაბაძი ყველაფრის მისაბაძი პიროვნება ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მე პირადად თქვენს გიხდით მადლობას ყველა თანამშრომელს მადლობას ვგიხდით და ეროვნულში ბატონ თამაზების ვარაშოვსკინა მადლობა გადაუხადო რომ მოგცა მომცა მე პირადად საშუალება ცოტა იქით გავიტეთ რომ არის მე შემი დამეწვა ხერხემა მიყარხარ ბავშვებო მიყარხარ გიორგი ჩვენ ახლა ვიმყოფებით მირზანი მაკაცარიასთან რომელიც არის grooming სტილისტი ამ თამაზელის ვარაშვილის ზაღლების თავშესაფარში რომელიც ასე ვთქვათ ალამაზებს ზაღლებს მინდა პირდაპირ თქვა იმედი სწორად ზაღლების გალამაზების გარდა როცა მოდის ზაღლი რომელიც იპოვეს ტყეში დიახ ბეწვიანი დაარტყა მანქანა ის ჭირდება ხო უნდა გაუპრიალო გაუსუფთავო გავწმინდო ხო და მე უნდა ამოიკეროს იმ გალამაზების გარდა ბევრს კიდევ ვაკეთებ აი ხო არის დაუშვათ ზაღლი გასალამაზებელი დიახ მაგრამ აი არიან დიდ ბეწვიანი ზაღლები ჭირდება არ ჩანს მე უნდა მივიდე მაგ ჭირებამდე ის ტერიტორია უნდა გავანთავისუფლო რომ მე ექიმა დაამუშავოს ის ჭირება და თუ ამოსაკერია ამოკეროს თუ არა და წამლებით შეუხოცდეს ასე ვთქვათ უკვე თქვენ შემდეგ მიხედავს მას ვეტერინარი კი ბატონო თქვენ მითხარით რომ უკვე 18 წელია რაც ბატონ თამაზს ემსახურებით ისე და მუშაობთ მასთან მინდა გაიხსენოთ მართალია ეს თქვენთვის ძალიან მძიმე იქნება მაგრამ მინდა გაიხსენოთ თბილისის წყალდიდობა რომელმაც დააზარალა ნახევარი თბილისი და ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის ეს შეეხო ზაღლებს თქვენს თავშესაფარს რომელიც მდებარეობდა სვანიძის ქუჩაზე ვაკეში მინდა გაიხსენოთ ბატონო მიზანი რა მოხდა როგორ მოხდა და რა იყო რომ ჩვენ მხოლოდ ვიცით კადრები ზაღლების ყეფის და ბატონი თამაზის ხმა რომელიც რეკავს 12-ში აი რა მოხდა უკვე შემდეგ იქ რაც მოხდა ეს არის ენით აუღწერელი ალბათ საქართველოა ეს ხო და ჩვენ არ გვიჭერა რომ აი ადამიანი რო ითხოვს შველას ხო და გვიშველე რამეო მიმალიოდნა უყურებთ ყველაფერს შეიძლებოდა ალბათ რომ მანამდე რომ ბუნებრივი მოვლენები ყველგან ხდება და ყოველთვის ხდება რაღაცა მეტი ყურადღებით რო ყოფილიყო მთელი საქართველო იმ დღეს ეს არ მოხდებოდა იმ დაგუბებულმა წყალმაქნა მე ეს ყველაფერი და ეს რაც მე ვნახე ალბათ კიდო მიკვირს როგორ ვარ დღეს ცოცხალი მიკვირს პირადად მე როგორ ვარ დღეს მე ცოცხალი ეს იყო რაღაც ენით აუღწერელი აი შტიქები ხო ევრია წყალდიდობები მიწისძვრები ყარიშკლები ცუნამი და ის იყო რაღაცა საშინელება აი აუღწერელი საშინელება იყო მაგ თუ შეიძლება რომ გაიცნოთ რამდენი ზაღლი დაიყო რამდენი ზაღლი დაიყო ბაბაჩია და რაც გადაარჩინეს და გადავარჩინეთ დარჩა ალბათ რაც იყო ტერიტორიაზე 30% დანარჩენი დაიყובה და ყველაზე გული მწყდება საწყალი ბალო დათვი ხო ერთი ამ ბალოს ყირა არისო თუ ორი ყირა გასული დაბადების დღე გადავუხადათ ამაზე გუშტები და რაღაცები და აი უკვე რომ ეს მოხდა წამებში მოხდა ყველაფერი აი ის უცბად რომ გასკდა ის დაგუბებული იგუბა და როც ამოვიდა და მე რომ აი გვირაბი რო იყო დაბლა ხო ვერას გვირაბი რო იყო დაბლა და მე უკვე გადადეს ისო პარკისკენ აი პირველი უდარი მიიღო თავშესაფარმა ანუ პირველი მუშტი თქვენგან დამოვიდა კი პირველი უდარი მიიღო ჩვენმა თავშესაფარმა და რომელიც თამაზე ლესბრაშვის რო ქონდა
აი უმაღლესი ხარისხის გაკეთებული რკინით, ცემენტით და ჩაბეტონებულები, ასვა ღმერთო მეთქი სიზმარში ხوارა ვარ მეთქი. სიზმარში ხوارა ვარ მეთქი, კაცო, აი 2 სართულიანი მე ამერიკიდან წამოღებული რაღაცა დიდი ეკრანიანი აი კოღოს ნაკმენს რა მოაქვს, აი ჩაეტარებინა ბავშვებისთვის ლექციები. ინგლისური სწავლით ყველანაირად, აი უკვე პიექს მივახციეთ. აი ყველანაირად და აი ყველაფერი მომენტალმა რომ წყალმა წაიღო. ეს იყო რაღაც საშინელება, ეხლა რკინის ხიდის ხოც მინახია და ხის ხიდებიც ხო მინახია, მაგრამ აი ასეთი ხიდის წაღება და აი ასეთი გაკეთებულის მიწაზე გასწორება ეს ნელ-ნელა წყალდიდობით კი არ ხდება, აი დაუდევრობით ხდება ყველაფერი თავში. ან თქვენ ფიქრობთ რომ ყველაფერი დაუდევრობით? სამასაბოი კაცო, სამასაბოი, აი 21 საუკუნეა შეოჯახაყებული, ხო? 21 საუკუნეა და ნიუჟელი იმ წერტილში, სადაც ვისაც ევალება ეს წყალდიდობების, ქარიშხლების და წინასწარ გაფრთხილებები და რაღაცები, ხო არის ამისი რაღაცა არ არსებობს საქართველოში ან ყველა ქვეყანაზე? გაფრთხილება რო ყოფილიყო, ის დაგუბება რო არ ყოფილიყო, არც ზოპარკი დაინგრევოდა, მით უმეტეს ჩვენი ფერსაფარი არ დაინგრევოდა და რომელი ერთი გითხრა. არ ზაღლები დაიხოცებოდა. რა თქმა უნდა, არ ზაღლები დაიხოცებოდა და არც ადამიანები დაიხოცებოდა. აი მაინტერესებს თქვენ როგორ გადარჩით, თანამშრომლები როგორ გადარჩნენ და ასე ვთქვათ, აი როგორ მოასწარით იმ ზაღლების გადარჩენა მის საკითხად. აი უკვე მეხუთე ბლოკამდე რომ მივიდა წყალი. და მანამდეც იყო წყალდიდობა. მანამდეც იყო სადღაც ერთი თვე არ იყო გასული. მაგრამ ეს იყო შლაკები და მიწა და რაღაცები შემოიტანა მანამდე. ეს გაიწმინდა ყველაფერი, გაპრიალდა ისევ. მაგრამ ზარალი არ მოუყენებია, მარტო ქვიშა და შლამი შემოიტანა. იმ პირველმა და ამ მეორემ როქნა ეს იყო რაღაცა ენით აუღწერელი. ასე ვთქვათ ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი. აი იმენა დედას კეთილი ჯოჯოხეთი. აი ეხლა შენ წარმოიდგინე, აი ბალუ ხო არის დათვია, ხო ბოლო და უკვე რომ ვერ დაანგრია ის. აი კინები ვერ დაანგრია და აი ხრიალი რომ მორთო. აი ესეთი ხრიალით დაბედილიყოს თუ ვინმე შეეძლო ამისი გაფრთხილება წინასწარ და მიმალიოდნა თუ ჩაატარა, ასე აღრიალებული წასულიყოს ამ ქვეყნიდან. როგორც ეს დათვი წავიდა ამ ქვეყნიდან. ეს თუ ადამიანს შეეძლო ამის გაფრთხილება, რომ გვიშველეთ რაღაცა ხდება და ანდა განთავისუფლეთ წინასწარ რაღაცნაირად ხო ვიშველით ყველაფერს, ხო დრო უნდა. ეს წამებში რომ მოხდებოდა, მე იმან არის ეს გადაბრალება ჩვენ ქართულებმა ერთმანეთზე ძალიან კარგად ვიცით, თორემ რომ გაფრთხილებულიყო ზემოდან ამდენი ზარალი არ იქნებოდა. არც სიკვდილი იქნებოდა, არც ადამიანის და არც ცხოველის და რომელი ერთი გითხრა. ეს იყო საშინელება. და თუნდაც ზოოპარკში ხალხობდნენ როგორ დაიწყო. თუნდაც ზოოპარკში ხალხობდნენ. კარგუდეი ბაღანები ბავშვები ხო? ყველა გამოიქცა და ადამიანები დაბიჭდა. კი ბატონო. როგორც ვთქვი, პირველი ზარი შევიდა 112-ში ბატონი თამაზის. ამდენი არ ვიცი მე. მე ამდენი არ ვიცი. რომ მარა შენ ეხლა მე გირეკავდე, ხო? ხო და რა ხდება და რო არის მოდეს. ხო? არ ვიცი როგორ გითხრა ბაბაჩია, ეს იყო რაღაცა ელითო თქვილი. ეს იყო საშინელება იყო. მართლაც მსგავსი საშინელებები უკვე აღარ უნდა. მართლაც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიზანი ამ ინტერვიუსთვის, ასე ვთქვათ, ძიმე და იუსალს. ძალიან ძიმე წელი იყო. ალბათ მაგ წელი მე კუბოსპისრამდე ჩამყარა. ეს დავიწყარი წელია ჩემთვის. ხო გეუბნები აი სამსახურში რომელიც ვიარე 12 წელიწადი და რომ მივედი და არაფერი რო არ იყო რომ გადავიყენე. რა ვარია? ერთი 18 ის ყავდა დათვები, მე გადაიყვანა თამაზი მცხარეჭამიაში იქით აქვს ახლა დათვების თავში საფარი. აი ენით ვერ გადმოგცემ აი ბუნება სტიქიას რა შეუძლია, მაგრამ იმ სტიქიას სანამ მოსალოდნელია მანამდე რომ გააფრთხილო მოსახლეობა ევაკუაციას რო უძახია, ხო? ამდენი ზარალი ნაკდად არ იქნებოდა. ჩემი აზრით. არა ასეა. მოდი, ისე რა ვქნათ ბატონო მიზანი, ამაზე ჩვენ არ ველაპარაკობთ, ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა გასცემას ჯობია. კი ბატონო.
ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის და ასე ვთქვათ ძიმე ნამდვილად ძიმე დაანსაურისთვის დამეთანხმება მამაყურებელი და დავით ერთ ვიტყვი რომ ბუნება ჩვენ არ ივიწყებთ და მოდი ჩვენც ნუ დავივიწყებთ რა. ღმერთმა და აღარასოდეს გვანახოს ის ტრაგედია რაც იქ მოხდა ზიურშიც და სვანეთის ქუჩაზეც. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ძალიან ბევრი წოლქმარი იყო თუ გოგონები იყვნენ თუ ჩვეულებრივი გავლელები იყვნენ ბევრი დაიღუპა და შეეწირა ამ დღეს და მინდა თქვა რომ ღმერთმა ნათელში ამყოფოს დაღუპულები და ჩვენ კიდევ დიდხანს სიცოცხლე იმისთვის რომ გადავარჩინოთ ცხოველებიც ჩვენი თავიც ოჯახის წევრებიც და ყველა ვინც გადასარჩენია და ნათქვამია უფალი ორმით დადისა და მოდი უფალს ვაცადოთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ძალიან დიდი მადლობა თამაზელის ბარაშოვს კიდევ ერთხელ რომ მოგცვა საშუალება და დღეს მომცა საშუალება რომ დღეს ეს ვიდეო ჩამეწერა და რა ვიცი სხვა რა გითხრათ. შევხვდებით როცა შევხვდებით. დიდი მადლობა. ნათქვამია კაცი გიან თავთან შევხვდებოდა და შევხვდებით. რა თქმა უნდა. უნდა შევხვდეთ კიდევაც და ვარდებულები ვართ რომ შევხვდეთ. მაგრამ აი როგორც დღეს მე რო უყურებ 21 საუკუნეს ქართველს ხაფაკს უდებს იმის გულისთვის რომ რაღაცნაირად თვითონ იყოს რაღაცა გამოჩენილი რაღაცა. ეხლა სამშობლოს მაგრად უჭირს საქართველოს შიმშილი არ არის საქართველოში შიმშილი ღმერთმა უქნას შიმშილი რო თუ იქნება მაგი შეუძლებელია შიმშილი საშინელება შიმშილი არ არის ჯერჯერობით საქართველოში შიმშილი და ეხლა ჩვენ რო ვიძახით რომ დაგვანახებენ კადრებს არაბები მოდიანო საზღვარი არ არის უიზოდ შემოდიანო მეორე შევეკითხები რატომ შემოდიან ის აქაო ლობიანს ხო ყიდულობსო ხაჭაპურს ხო ყიდულობსო და ის ფულიო ბიუჯეტში ხო შედისო აქ ისწავლეთ მოდით ორი კვირა იქნება თუ სამი თვე იქნება დაათვალიერეთ საქართველო მაგრამ მიწას მომიყიდით ისედაც პატარა აქვს მიწის ნაკვეთი საქართველოს ხო და შენ რაღაცნაირად რომ გაიმართო წელში ხო და მაგის გულისთვის შენი мама პაპა რომელიც გუთნით ხნავდა და გვერდზე თოფი ფილთაედო რომ არ დაეთმო ეს ჩვენი მიწაწყალი რომელიც ღმერთმა გვარგუნა ეს მიწაწყალი ამას თუ ჩვენ ეგრე თუ ვერ მოუფრთხილდით ჩვენი ტრადიციები თუ არ დავიცავით ჩვენი ქრისტიანობა მაღალ დონეზე თუ არ ავიყვანეთ ყველგან თუ გავაფარჭაკეთ საქართველოს ეკლესიიდან დაწყებული დამთავრებული არ გამოგვივა არაფერი და ისედაც უკვე 21 საუკუნემ ამ ტელეფონმა ამ ტიკტოკებმა ოჯახში შეცვალა ხასიათი დააშორა ახალგაზრდა კი არა ოჯახის წევრები არ მელაპარაკებიან მე ყველანი ჩაჭებილია ტელეფონში კი ბატონო ტექნიკა წინ მიდის და ტელეფონი ტკიდება საქმე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სკოლებში აკრძალოთ იაკობ გოგებაშვილი სკოლებში რო აკრძალოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი და რომელი ერთი გითხრა ბოლო რელიგია აკრძალეს ხო რელიგია აკრძალეს და მე ოჯახის ისა აი ოჯახის რა ქვია ხო ოჯახი როგორ უნდა მისცე იმდენი უფლება პატარა ბაღანას სკოლაში იქნება თუ სკოლის გარეთ იქნება რომ შეეწინააღმდეგოს მასწავლებელს რომ წავიდეს ბაღანა ამადით მანიკურით საყურებით ტელეფონით და ის შენი მასწავლებლის ნალაპარაკები მიმალოტნა რო გაუშვას და იმ მასწავლებელმა თუ პატარა რაღაცა მიაყენა შენ შვილს რომ აი შვილო ეხლა ნუ ხმარო გაკვეთილის დროს მაგ ტელეფონს ნუ მოდიხარ სკოლაში ჯერ პატარა ხარ და პედიკურ და მანიკურ და ხო ბულაკეს რო იკეთებენ სკოლზე და ყურებზე ხო ასე ნუ მოდიხარ მასწავლებელია თუ მოსწავლეა ვერ გაარჩევ სკოლაში ხო შედიხარ მასწავლებელს და მოსწავლეს ვერ გაარჩევ მოსწავლე უფრო ბლატაობს ვიდრე სკოლის მასწავლებელი ან დირექტორი უფრო მეტად ბოდიში და ატლაკეს მოსწავლე რატომ მისცა კონსტიტუციით უფლება რომ როგორ კაცო შენმა ჩემ შვილს
მასწავლებელმა როგორ აუწია ყურები იმის გულისთვის, რომ 4 კუბლეტი ლექსი უნდა ესწავლა და ის არ ესწავლა. ჩვენ კეტავდნენ თუ არ ჩავაბარებდი გაკვეთილებს, ხო? ყველას შეა მეოთხე გაკვეთილზე. სათნახევარი 2 საათი დაგტოებდა ცხონებული ნანი ხაფავა სკოლაში, რომ სანამ არ ჩავაბარებდით იმან ლექსი იყო თუ დავალება საკონტროლო იყო, სანამ არ ჩავაბარებდით სახში არ გამოგვიშვებდა. ჯიუტობა და კიდო თუ გაუჯირდებოდით, შეველი მოიყვანეო, ხვალის ემოდია თუ არა და სენი დუხი არ ნახო აქალე. ხო და თუ ბაღანამ რო უთხრა მშობელს დაიბარებს მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი, მაშინ ის მშობელი დააფარებს თავზე სკოლის დირექტორსაც, მასწავლებელსა და კიდო რა ყავთ ეხლა დაცვა რო ყავთ კიდო მონატორსაც ზედ გადააყოლებს. ეს არ არის ლამაზი. ბავშვის აღზრდა დაიწყება პატარობიდან, სკოლიდან, ბაღიდან, ხო? ყველაფრის უკვე. როგორც აღზრდა ისეთ იქნება სამასაბოი. ბაღანა უნდა იყოს ცელკი, მაგრამ ბაღანას უნდა მიდგომა და ყველაფერი. უნდა იყოს დიდიც და პატარაც. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ ბატონ თამაზელის ბარაშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ იმისთვის რომ მოგცა უფლება და მოგცა საშუალება რომ გადაგვეღო აქ ძაღლების ყოფა, ყოველდღიურობა და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმისთვის რომ ისაუბრეს ძაღლებზე და ასე ვთქვათ მათ ტკივილზე და ყველაზე მეტად მე მტკივა ის ფაქტი რომ მოყავთ ძაღლები და უბრალოდ ივიწყებენ მათ არსებობას. ნუ სხვა რა ვთქვა, არ ვიცი, ვიმედოვნებ რომ მათ გამოუშვებათ ისეთი პატრონი, რომლებიც მიხედავენ და არ უღალატებენ. ესაა ჩემი სიტყვა და მადლობა ნათიას. პირველ რიგში რომელიც აიქარიდა ძაღლებს ეხლაც უვლის. მადლობა პირიქით პირველ რიგში სამორიგეოს. მიზანი მაგაცარია პირველ რიგში, მადლობა სამორიგეოს, მადლობა თანამშრომლებს და მადლობა პირველ რიგში თამაზელის ბარაშვილს. რომ აქ მოგვეცა საშუალება გადაგვეღო ის რაც აქ ხდება და ეს იყო გადაცემა ხალხის პირისპირ, მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახდით და შევხვდებით, როცა შევხვდებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამ დღეებში უკვე დაგიბრუნდებით თემით აფხაზეთის ომი. აფხაზეთის ომიდან 14 აგვისტოს გადის 24 სრულდება 34 წელი და ვილაპარაკებთ, გავიხსენებთ კიდევ ერთხელ აფხაზეთის ომს ამ ტკივილით სავსე დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.